თქვენი ახლობელი ჭორაობს თქვენზე, თქვენი ახლობელი შეიძლება ტატუებიც აქვს, ან პატარა ტატუ რაღაც, ან ნიშანი, ქალი ამოდის თქვენ წყვილზე, კი, ნამდვილად. ცოტა ნაკლებად განიხილეთ მასთან თქვენი ეს ვითომ მეგობრული სიტუაცია, იმიტომ რომ თქვენ ზურგს უკან მერე ანუ ჩასაფრებულია უთვალთვალებს თქვენს სიტუაციას, უთვალთვალებს რამდენად ბედნიერი ხართ, იმიტომ რომ უნდა მისი სურვილია რომ ესე იგი არ იყოთ ერთად და მარტო იყოთ, რომ დაინგრეს თქვენი ურთიერთობა, მიხვდით ხო? ვინ გითვალთვალებთ კიდეთ და ვინ ჭორაობს, მამაკაცი ახალგაზრდა ბიჭი ჭორაობს, ბიჭებო თქვენთანაც, რომ ესე იგი მას არ აქვს ისეთი თბილი ურთიერთობა, როგორც თქვენ ნამდვილად და ესეთი ძლიერი კავშირი რო გაქვთ, არ სიამოვნებს და ამბებს კითხულობს თქვენზე.